გამარჯობა, მე ვარ ელფ მარიამი და ამ ვიდეოში ნახავთ მთელი კვირის vlogs. საშინლად წვიმს. რანაირია მინდია. ჩამოვედით კალიფსო კვარიასში. ორი საათია მოვედი სახლში მანქანა გავიხსენით სრულ დეტექტივად და გავხდი თამაშის MVP ორშაბათი დღე იყო ამიტომ მთელი კვირა მეკუთვნის უფასო თამაშები არავინ არ მოგატყოთ რომ შიში აქვთ მხოლოდ ბავშვებს არა დიდებსაც ბევრი რაღაცის გვეშინიათ და ვის ქონიათ შემთხვევა რომ ღამე სავნიდან ფეხის გამოყოფის გეშინიათ მე მქონდა ბავშვობაშიც და ხშირად ეხლაც მაქვს იმიტომ რომ ვიცი გაცნობიერებული მაქვს რომ საბანი ვერაფრისგან ვერ დამიცავს მაგრამ ძალიან მეშინია ხოლმე ღამე სიბნელეში ფეხის საბნიდან გამოყოფა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცხელა დღეს ხუთშაბათი საღამოა და სახლში ვარ მარტო ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა იმიტომ რომ მარტო ვარ დღეს სახლში და ხვალ ვლოგი მაქვს დასადები გადავწყვიტე რომ აქედან ჩემი საძინებლიდან მოგიყვეთ ჩემი მთელი კვირის ამბები პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ეს პირველი ვიდეოა მას შემდეგ რაც გადავწყვიტე რომ ჩემი YouTube სტრუქტურა მთლიანად შევცვალო. ვიდეოები ესე ქაოსურად აღარ დადო და ყოველ ორ შაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შემოგთავაზოთ ახალი ვიდეო. ანუ ჩემი ვიდეოები დაიდება კვირაში 3-ჯერ 8 საათზე ორ შაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. ყოველ ორ შაბათს დაიდება სამოტივაციო ვიდეო, სადაც ერთად შევეცდებით დავძლიოთ შიშები. ყოველ ოთხშაბათს დაიდება სხვადასხვა დაგემოვნებები და ყოველ პარასკევს დაიდება მთელი კვირის ვლოგი ან რაიმე ძალიან საინტერესო ივენთი. ახლა კი მინდა დავიწყო ამ კვირის ვლოგი და განახოთ როგორ დაიწყო შაბათი დილა. საშინლად წვიმს. ნახოთ როგორ წვიმს. მოტყეთ დღეიდან ვაპირებ რომ ყოველ პარასკევს საღამოს 8 საათზე დავდო ცოტა გავწმინდა გაწმენდილი თუ მარტო წინამ ერთი წამი გაშრება საშინლად წვიმს რანაირია მინდია ეხლა ვაპირებდი გარეთ გასვლას და გადაიდო. Roblox-ში დამამატეთ აუცილებლად. დღეს 6:30-დან 6 საათამდე შაბათი დღეა. უნდა ვითამაშოთ Grow a Garden, იმიტომ რომ ძალიან კარგი სიდები გამოდის და დამამატეთ მეგობრებში. მაინც გადაწყდა გარეთ გამოსვლა და ეხლა მანქანა მოვიყვანე რაღაცას უკეთებენ და ცოტა დავამაგრ კეკელიძეზე და წავიდე არ ვიცი. ისევ გაწვიმდა სანამ წასულები არიან რაღაც ნაწილს მოიტანენ, მინდა მოგიყვეთ ჩემი YouTube-ის შესახებ, ზუსტად რას ვაპირებ და როგორ. მოკლედ, იმიტომ რომ ყოველთვის ვერ ვიღებდი და როცა მინდოდა მაშინ ვდებდი ვიდეოს, ძალიან ამერია და ხშირად ვიდეოს აღარ ვბეხობა. დაახლოებით საათ და ხევარ და გჭირდება. მერე? არა, გააკეთებს. კაი, დაველოდოთ. მოკლედ, რატომ მინდა რომ სტაბილური იყოს, იმიტომ რომ მინდა ყოველ ორ შაბათს, ოთხ შაბათს და პარასკევს საღამოს 8 საათზე ელოდებოდეთ ჩემს ვიდეოს. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია რომ კვირაში 3 ვიდეო დადო, მაგრამ მოდი დავიწყოთ 3-ით. მაქსიმალური მოვთხოვოთ საკუთარ თავს და რა გამოვა ვნახოთ. მივდივართ სადმე? იქით უნდა გადავაყენო. ანუ თან მინდა რომ YouTube-ზე ავიდე მინიმუმ 100,000 გამომწერამდე, მაგრამ ჯერ მყავს მხოლოდ 8,000 რაღაცა და ველოდები და ჯერა რომ თქვენ ამას გააკეთებთ. და გელოდებით რომ ეხა დააჭერთ ღილაკს და გამოიწერთ ჩემს არხს YouTube-ზე. ასევე TikTok-ზეც მყავს უკვე 15,000 გამომწერზე მეტი და იქაც გელოდებით ყველას რომ გამომიწეროთ. რაც შეეხება Instagram-ს, Instagram-ზე ყოველდღე ვდებ სტორებს, რომელიც შეიძლება თქვენთვისაც საინტერესო იყოს და გამიხარდება რა თქმა უნდა თუ არ დაგეზარებათ და Instagram-ზეც გამომიწერთ. ყველგან ვარ ელფ მარიამი. ელფ მარიამით მიპოვით ყველგან. სხვა სახელი არ მაქვს.
შაბათ საღამოს 5-დან 6 საათამდე როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, თამაშობ Roblox, Grow a Gardens. ელფმარიამი მქვია, იქაც და გადმოდით და დამამატეთ. აქვე გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიწერეთ თქვენ თუ თამაშობთ Roblox. Roblox-ის თამაში დავიწყე დაახლოებით 1 თვის წინ. ლაზარესთან და ევასთან ვიყავი კვარიატში, სასტუმრო კალიფსოში და ეხლა ამ სასტუმროსაც განახებთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზია. ჩამოვედით კალიფსო კვარიატში. კალიფსო კვარიატიდან რო ზღვაზე აღმოჩნდეთ, მანდარინისა და ფორთოხლის ბაღი უნდა გაიაროთ. ლაზარემ და ევამ გადმომაწერიეს Roblox-ი და დავიწყე Grow a Garden-ის თამაში. მაშინ ვიდეოც დავდე YouTube-ზე და შეკვირდით, რომ Grow a Garden-ის თამაში დავიწყებდი და რა თქმა უნდა დავიწყე. ეხლა მაქვს ძალიან ბევრი ფული, ჩემი შრომით არ მომიპარავს თითქმის არაფერი, ერთ-ერთი კრაბი მყავს, რომელიც შიგადაშიგ რაღაცებს იპარავს, მაგრამ ბევრს არაფერს. მოკლედ, ეხლა მაქვს ტრილიონები და მინდა ჩემი 10 გამომწერი დავასაჩუქრო სხვადასხვა ფეთებით და ტრილიონებით, ამიტომ Roblox-ში დამიმატეთ მეგობრებში, შემოდით Grow a Garden-ში ჩემთან ერთად და აუცილებლად გაგინაწილებთ იმ ყველაფერს, რაც მე მაქვს. მთელი კვირა რამდენჯერმე შევდივარ Roblox-ში, დიდ დროს არ უთმობ, რა თქმა უნდა და თქვენც გირჩევთ, რომ მთელი დღეები ამას არ დაუთმოთ. აუცილებლად შევდივარ შაბათს 5-დან 6 საათზე, იმიტომ რომ ადმინი შემოდის და განსაკუთრებულ ფეთებს ჩუქნის ხოლმე და განსაკუთრებული სიდები გამოდის და მოდი ახლა ერთად დავათვალიეროთ ჩემი ბაღი Roblox-ში და თან ნახეთ შაბათს რა განსაკუთრებული ამბები ხდება ხოლმე. ეს არის ჩემი ბაღი. ეს არის ჩემი კრაბი უზარმაზარი, რომელსაც ყველა მთხოვს რომ მივყიდო და ჯერ არ ვყიდი. ეს ჩემი ბორნინგ ბადები. ნახეთ რა მხელა კრაბი მყავს. კრაბი როგორც იცით, მიდის ადამიანებთან და ფულს პარავს, თუმცა სადღაც 100,000, 700,000-800,000-ზე მეც არა და ეს არ არის დიდი ფული ამ შემთხვევაში. მოკლედ აქ ისე ფერადდება შაბათობით ბაღი, რომ ძალიან მომწონს. კარგი გართობა, მოკლედ 5-დან 6-მდე შაბათს და ჯობია შაბათობით შემოხვიდეთ ხოლმე და მთელი კვირა Roblox-ის თამაშს არ დაუთმოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვაქვს გასაკეთებელი. ბურნინგ ბადებიც გამოდის გასაყიდად. იმედი ამ მუსიკის გამო არ დაბლოკავს YouTube ვიდეოს. და ხმას გამოურთავ ამ ადგილებში. მოკლედ ესეთი საინტერესო დღეა შაბათი Grow a Garden-ში და თუ თამაშობთ შემოდით და მინდა გაგინაწილოთ ჩემი ფეთები და გაჩუქოთ ტრილიონები. შაბათ საღამოს შემდეგ ძალიან მომწონს ჩემი ბაღი, ნახეთ რა ლამაზია. ზემოდან ძალიან ლამაზი ბაღი მაქვს. ჩამიგდეთ ფოტოები, თქვენ როგორი ბაღები გაქვთ. კვირა დღე არის ჩემთვის სულიერი სიმშვიდის დღე და აუცილებლად მივდივარ ბეთანიის მონასტერში. კვირადილა გათენდა და ჩამოვედი ბეთანიაში. ყოველ კვირას თითქმის ყოველ კვირას ჩამოვდივარ ხოლმე. ნუ თვეში ორჯერ მაინც. მონასტერში შიგნით გადაღება არ შეიძლება, იმიტომ გარედან გადავიღებ მხოლოდ. მაინც გვიყევს ნერე რა ვარ ჩანოთ.
ყოველი ორშაბათი დღე იწყება ვარჯიშით. მანქანაში ისევ არ მაქვს დასამაგრებელი, შესაბამისად მანქანიდან ვერ გელაპარაკებით, სანამ არ გავაჩერებ. ხა მოვედი სავარჯიშოდ, კვირაში რამდენჯერმე ვცდილობ ვივარჯიშო, ცოტა ვიცურო, ცოტა ვიარო და ცოტა მზეზეს დავწვე. იყო რაღაცები, რაც პირველ კვირას ამ ვლოგების დაწყების ვერ გადავიღე, იმიტომ რომ დამავიწყდა, ან რაღაცა არ ვიყავი განწყობაზე, ვეცდები უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ვლოგები, თუმცა რამდენიმე გასვლა მეგობრებთან ერთად მაინც გადავიღე და განახებთ აუცილებლად. დავიღე პირველი ვიდეო, რომელიც ოთხშაბათს დაიდება, ჩიფსების დაგემოვნება. გამარჯობა, მე ვარ მარიამი, დღეს ოთხშაბათია და დღეს გვაქვს დაგემოვნების დღე. ეხლა დავაგემოვნოთ შეფ გურამ ბაღჟიშვილისგან ნუდლსები. ქარის ნუდლსი ავიღე და ვნახოთ როგორი იქნება. ეწონა ხო? ცოტა უფრო ცხარეს ვისურვებდი. არის ერთი ხარე? ძალიან არ ეხა რო გითხრა რომ იმ ჩიფსების მერე რაც ვჭამე მეცხარა არა. თვითონ უნდა და იმიტომ არის. ციცაკა. ეხა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ჩემმა გამომწერებმა Instagram-ზე და TikTok-ზე უკვე იციან. რომ მე დავდივარ მაფიის სათამაშოდ ფულრუმ მაფიაში და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა. ვერ მივდიოდი, იმიტომ რომ აი ვინ დამხვდება, ვისთან ერთად უნდა ვითამაშო, როგორი იქნება, იქ აი რაღაცა არ გიშვებს. მოკლედ ძალიან მაგარია. აქვე მინდა ეს ვიდეო გაგიზიაროთ. მეც შავთავ ეხლა და თქვენთან ერთად ვუყურებ. ღამის 2 საათია, მოვედი სახლში, მანქანა აი ეს რა ხდება? მანქანას ხომ დამაყენებია, ვერ დავაყენე. აი ძალიან ემოციებში ვარ. ინც მაფიაზე ფიქრობთ წასვლას და ჯერ კიდევ არ წასულ ხართ. მართლა წადით. გავიხსენით სრულ დეტექტივად და გავხდი თამაშის MVP. ორშაბათი დღე იყო, ამიტომ მთელი კვირა მეკუთვნის უფასო თამაშები. ძალიან ბედნიერი ვარ. წავედი სრულიად მარტო უცხო ადამიანებთან ერთად ვითამაშე და აუ ძალიან მაგარი იყო. გზაში წამოვედი, ეხა ღამის 2 საათია, პატრულმა გამაჩენა, მაგრამ დამიწერა მხოლოდ გაფრთხილება. ბედნიერი ვარ, წავედი, ეხა დავიძინე და ხვალ მივდივარ ისევ მაფიის სათამაშოდ. მადლობა ლენკას კიდე 2 ხელი ვითამაშე, 1 წავაგე და მეორე მაფიით მოვიგე. რატო ვარ ესეთი ბედნიერი? ჯერ ერთიც რომ მაფია არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თამაში. მეორე რომ დიდხანს ვერ ბედავდი მისვლას და მივედი და საუკეთესო მოთამაშე გავხდი, ძალიან გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი რომ საუკეთესოდ ვითამაშე, მაინც გამიხარდა მოგება. ძალიან კარგად დამხვდნენ იქ ადამიანები. გარდა იმისა, რომ მონაწილეები დამხვდნენ კარგად, ლენკაც თამაშობდა ერთხელს ჩვენთან ერთად, ელოშაც თამაშობს ხოლმე. ანუ ის იუთუბერები, რომელსაც თქვენ იცნობთ YouTube მაფიიდან, ყველანი თამაშობენ და ძალიან საინტერესოა მათთან ერთად თამაში, იმიტომ რომ ძალიან გამოცდილები არიან. ამის გარდა ლენკა და ელოშა მართლა ისე ხვდებიან ყველა იქ მიმსროლ სტუმარს, მათთან მქონდა შეხება და მაგიტო განსაკუთრებით აღნიშნავ მათ დახვედრას. ისე უხსნიან წესებს, ვინც არიციან, რომ აი მართლა ძალიან გულიანად და
აი რაღაცნაირად ხო იცი არანაირი დისკომფორტი არ გაქვს და ძალიან ბედნიერი ხარ და ძალიან კარგად გძნობ თავს როცა მიდიხარ სრულიად უცხო ადამიანი. ამის გარდა ლენკას მადლობა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ საუკეთესო მოთამაშედ დამასახელა და ძალიან კამიხარ და ძალიან ბედნიერი ვიყავ. მოკლედ მაფია ხო მიყვარს ძალიან ფულურ მაფიაში სიარული ხო ძალიან შემიყვარდა. მაფიის არც ერთი სეზონი არ მაქვს გამოტოვებული, ყველა მაქვს ნანახი 2 საათიანი ვიდეო, ყველა მაქვს აბსოლუტურად ნანახი და ყველა მარტო ფინალი კი არა, ყველა სერია მაქვს ნანახი აბსოლუტურად, იმიტომ რომ გიждები. და ეხა აღმოვაჩინე რომ სულ მეგონა რომ მაგრა ვთამაშობდი, მაგრამ ისინი როგორ თამაშობენ კოპალა, ლენკა, ელოშა რეებს ითვლიან. მათემატიკურად როგორ ითვლიან, ჯერ ვერ ვეწევი, მაგრამ უნდა დავეწიო. აი მართლა ვერ ხვდები როგორ აკეთებენ, აი იმ ყველაფერს რასაც აკეთებენ რა. ძალიან მაგრები არიან და ძალიან კარგია. ძალიან მომეწონა, ძალიან ყვაყოფილი ვარ მაფიაზე სიარულით, იმიტომ რომ ჩემი აი განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ძალიან კარგი საშუალება უნდა მეთქვა, მაგრამ ძალიან კარგს ხმარო და ძალიან კარგი რატო უნდა ვთქვა. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომ გუშინ მივდიოდი და ერთი ძალიან რთული ასახვევია ლისზე ოქტომბერში რომ დავდივარ და შეხვევისას ერთმა ადამიანმა გააჩერა მანქანა და დამითმო გზა. ხომ ვითომ არაფერი, აი რა მოხდა, მაგრამ ეს იმდენად გამიხარდა, იმდენად კარგ განწყობაზე დამაყენა, რომ მე ადამიანი, რომელიც თითქმის საჭესთან რო ვარ, არავის არაფერს არ უთმო, იმიტომ რომ ჩემ გზაზე მივდივარ და ახლოვებით 8 ადამიანს დავუთმე გზა. ამით იმის თქვა მინდა, რომ ერთმა პატარა კეთილმა საქციელმა შეიძლება სხვა ადამიანშიც გამოიწვიოს ამის გაკეთების სურვილი. აი როგორც იმ ადამიანმა რომ დამითმო, მე გამიჩნდა სურვილი, რომ სხვისთვის დამეთმო და მართლა 7 ადამიანს დაუთმე იმ დღეს გზა და მეგონა რომ ისინიც ისე გაბედნიერდნენ, როგორც მე გავბედნიერდი, როცა გზა დამითმეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ბედნიერი მომენტები ერთმანეთს გადავცეთ ძალიან ელემენტარულ რაღაცეებში. როცა ვიღაცა მაღაზიიდან გამოდის და მძიმე უჭირავს, რომ კარი გაუღო, როცა გზა დაუთმო, ანუ ძალიან ბევრ რაღაცაში, აი ძალიან ელემენტარულ რაღაცეებში შეგიძლია ძალიან კარგი რაღაცის გაკეთება და მოდი შევეცადოთ და უკეთესად იქნება ყველაფერი. გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დამიწერეთ თქვენ რისი გეშინიათ. Roblox თამაშობთ თუ არა და Roblox-ში გელოდებით ვინც თამაშობთ. დროებით ორშაბათს 8 საათზე დაელოდეთ ახალ ვიდეოს.